მოგესალმებით, ჩემოგარგებო. დღევანდელ ვიდეოში მოდით ვნახოთ ოქტომბრის ბოლომდე, ამ თვის ბოლომდე რა გელოდებათ პირადის კუთხით. ზოგადი გაშლა ჩავწერეთ ოქტომბრისთვის, მოდით ახლა ვნახოთ პირადის კუთხით რა გელოდებათ. ორი ვარიანტი გვექნება. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ორი ვარიანტი გვაქვს, საერთოდ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ, დავამატოთ ნატურალური ქვები, რა თქმა უნდა. და ვნახოთ რა გელოდებათ პირადის კუთხით. აი ეს ორი ვარიანტი გვექნება. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. თქვენ შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს რაღაც ისეთი მომენტი, როცა თითქოს რაღაც ერთ წრეზე ტრიალებთ პირადის კუთხით, შეიძლება გადიხართ რაღაც კარმულ გაკვეთილებს, აქ შეიძლება იყოს დაშორება, შერიგება, ისეთი მომენტები, როცა თქვათ პიროვნება კი არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ პერიოდულად იცვლება, შეიძლება თქვენ შორის სიტუაცია ან მუდმივად რაღაც ცვალებად ენერგიებში ხართ ხო ამ ადამიანთან დაკავშირებით. აი ნახეთ თვითონ ეს ქვაც და ეს ენერგიაც თითქოს რაღაცნაირად აი ერთ იმაში ზის. ახლა აქ რაც არის, ეს არის კარმული თემა. დიდი ალბათობით კარმულ პარტნიორთან გაქვთ საქმე, რომელსაც შეიძლება გრძნობაც აქვს, ემოციაც აქვს, მაგრამ აქ შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ჯაჭვულობები, ტოქსიკური თემები, რაც ზოგადად ახასიათებს კარმულ ურთიერთობას. მოდით ახლა დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ ოქტომბრის ბოლომდე პირადის კუთხით. იეროფანტის არკანი გვაქვს, ეს არის უკვე რაღაც გაკვეთილები პირადის კუთხით. ვნახოთ. იცით როგორი თემა არის ოქტომბრის ბოლომდე? თქვენ გეძლევათ ზოგადად იმის შანსი, რომ თუ არის თქვენს ცხოვრებაში რაღაც გარკვეული ილუზიები, შიშები, ისეთი მომენტი, როდესაც თქვენ თქვათ კი გინდათ, რომ მაგალითად რაღაც სიტუაციები დაალაგდეს, გაირკვეს, მაგრამ შეიძლება აქამდე ეს არ ხდებოდა, ხო, რაღაც გაურკვევლობა შეიძლება გქონდათ, ილუზიებში შეიძლება იყავით. აქ თითქოს რაღაც ერთგვარ გაკვეთილს სწავლობთ ოქტომბრის თვის ბოლომდე, ეს იქნება ძალიან დიდი გაკვეთილი თქვენთვის, სიყვარულის გაკვეთილი და ვფიქრობ, რომ აქ საბოლოოდ რაღაც არჩევანი შეიძლება გაკეთდეს და გამოხვიდეთ რაღაც აი ამ მდგომარეობიდან, აი ეს გაკვეთილი მიიღოთ, რაც თქვათ პირადის კუთხით გაქვთ. მოდით აბა დავამატოთ, კი აქ ნახოთ ზუსტად ეს არის, რომ რაღაც ენერგიის ჩადება ხდება. სხვათა შორის აქ ოქტომბრის თვეში თქვენ გეძლევათ ახალი შანსი. ნახეთ როგორი თემაა, თუ თქვენ ხართ ისეთ ენერგიებში, რომ ვთქვათ რაღაც კომფორტის ზონიდან ვერ გამოდიხართ, თქვენ შიშებს თვალს ვერ უსწორებთ. აქ ზუსტად ის მომენტი გიჩანთ, რომ აი საბოლოოდ გამოდიხართ რაღაც კომფორტის ზონიდან, სამყაროს გამოყავხართ აი ამ ენერგიებიდან. და გეძლევათ რაღაც ახალი შანსი პირადის კუთხით. ზოგიერთების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ აი მაგალითად ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად არ მოქმედებდა თავის კომფორტის ზონაში იყო, არ გამოდიოდა ამ თავის კომფორტის ზონიდან, საბოლოოდ თითქოს გადადგავს აი ამ ნაბიჯს და თქვენს ურთიერთობას თითქოს რაღაც ახალი შანსი მიეცემა. ესეც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თითქოს ორივემ დაამუშავეთ რაღაცა ეს თქვენი სირთულეები ურთიერთობაში. მოდით აბა კიდევ ვნახოთ, რას გვეტყვის ტარო ოქტომბრის ბოლომდე, რა გელოდებათ პირადის კუთხით და მე ვნახოთ უკვე რჩევა თქვენთვის რა იქნება. რა გელოდებათ. ხო, გამოსვლა რაღაც რთული პერიოდიდან და აქ იმდენად სავსე ხართ, იმდენად სრულყოფილად იგრძნობთ თავს. თქვენმა გამოიყვანთ საკუთარ თავს. რა აქ უფრო მეტად ის მომენტი არის, რომ აი საკუთარ თავზე გადაირთვებით თითქოს რაღაცნაირად თქვენი დაფასებაც უფრო მეტად იქნება, თქვენი სილამაზის, თქვენი რესურსის ზოგადად აი იგრძნობთ თავს სავსედ ურთიერთობაში, ესეთ მომენტს გვიჩვენებს. მოდით აბა ვნახოთ რჩევა უკვე რა რჩევა აქვს თქვენთვის სამყაროს პირადის კუთხით ამ თვეში. რჩევა თქვენთვის.
დრო მიეცით თქვენს თავს და არ ვიცი, შეიძლება კონკრეტულ ადამიანსაც, იმიტომ რომ აქ რაღაც ძალიან იმედგაცრუებლად მარტოსულად შეიძლება გრძნობდეთ თავს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის დროებითი, უბრალოდ დრო გჭირდებათ ენერგიების აღსადგენად თქვენს და თქვენს პარტნიორს, ამიტომ დრო მიეცით სიტუაციას, თუ მაგალითად დაშორება გაქვთ, ან ახლა რაღაც პაუზა არის თქვენს ურთიერთობაში, დრო მიეცით სიტუაციას, რომ განვითარდეს თავისით და რაღაცა ეტაპი გაიაროთ ორივემ, ხო? ესეც რაღაცას გვიჩვენებს. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტისთვის, დამწერეთ რამდენად რეზონირდება მე თქვენთან და გადავიდეთ უკვე მეორე ვარიანტზე. ვინც არჩია მეორე ვარიანტი? აქ შეიძლება ცოტა ქაოსური და კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ. თქვენს პარტნიორთან შეიძლება რაღაც კონფლიქტური თემებიც გქონდეთ. შეიძლება დაშორდით კიდევაც ან რაღაც ცოტა ისეთი თემა მოხდა რა, არასასიამოვნო აქ. თუ არაფერი ესეთი არ არის, ფრთხილად იყავით ოქტომბრის თვეში, რომ რაღაცა ეს ზედმეტად ქაოტური და კონფლიქტური ენერგიები, ასე ვთქვათ, დააბალანსოთ და რაღაც არის ხოლმე ესეთი მომენტები, რომ თითქოს რაღაცნაირად სამყარო გვცდის და აქ ეს მომენტიც ჩანს, რომ შეიძლება რაღაცნაირად იყოს ის მომენტი, რომ არ ვიცი, ან უცხოდ გაბრაზდეთ რაღაცაზე, ან ემოციები ვერ მოთოკოთ და მოკლედ ცოტა გაუფრთხილდით თქვენს სიტყვებს და თქვენს ქმედებებს. ამას ვიტყოდი, კარგით, აბა დავამატოთ. აქ აჩვენებს ისეთ მომენტს, რომ არ ვიცი, რაღაც ელოდებით თქვენი პარტნიორის მხრიდან. აქ შეიძლება ძალიან ისეთ ხალი აქ ძალიან კარგი ენერგიებში არის, ძალიან ძლიერი არის, დამოუკიდებელი და თითქოს ელოდებით რაღაცას თქვენი პარტნიორის მხრიდან. აქ არჩევანის წინაშე შეიძლება გახართ ამ ურთიერთობაში, ისე ძალიან გამოფიტული შეიძლება იყოთ ემოციურად და ისე მამაკაცი თითქოს რაღაც ძალიან ღელავს ემოციურად, აქ ძალიან დათრგუნული შეიძლება იყოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაც გადაწყვეტილებას ვერ იღებს თითქოს რა, შეიძლება ჩაკეტილიც იყოს თავის თავში, რაღაც იზოლირებულ მდგომარეობას აჩვენებს. თუმცა ნახეთ, ტუზი გვაქვს თასობით, გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან წესით, უბრალოდ ცოტა რაღაცა სიჯიუტე ჩანს ამ ადამიანის მხრიდან. რა გეოდებათ ოქტომბრის თვეში? ძალების აღდგენა და რაღაც ახალი ეტაპი შემოკარგება. ნახეთ, მლოვანი არკანი გვაქვს დასტის სათავეში. აქ ძალიან მაგარი სიახლეები შემოვა. ნუ შეიძლება უფრო არსებულ ურთიერთობაში შემოვიდეს ეს მომენტი, რომ აი ის არჩევანი, ვთქვათ, რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, რომ აი, ოღონდ რაღაც ძველი უნდა დასრულებულიყო აქ რა, შეიძლება ქონდეთ ეს მომენტი, რომ აი, ნახეთ ურთიერთობაში შეიძლება დადგა ესეთი ეტაპი, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადეკით, ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი, ან ორივე. და აქ იყო რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, რომ მე ამას არ გავაკეთებ, მე ამას არ ვიზამ, არ ვიცი როგორ გავაკეთო, როგორ მოვიქცე და ელოდებოდით შეიძლება თქვენი პარტნიორისგან რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს, რომ აი საბოლოოდ იქნებ რაღაც ნაბიჯი გადადგას, იქნებ რაღაც არჩევანი გააკეთოს, გადაწყვეტილება მიიღოს და აქ სწორედ ეს არის, რომ აი რაღაც ძველი თემა სრულდება და ეს ადამიანი რაღაც გადაწყვეტილებას იღებს. კი ძალიან ნელი ტიპაჟი კი ჩანს ეს პიროვნება და ძალიან ჯიუტიც, მაგრამ აქ იმდენად ძვირფასი ხართ მისთვის და იმდენად სასურველი ხართ, რომ აი ძალიან გაუჭირდება, რომ რაღაცა ამ ყველაფერს გაექცეს. კი შეიძლება გაურბოდა და ქონდა ესეთი მომენტი გაქცევს, მაგრამ ნუ რაღაცებს თითქოს ახლა რეალურად შეხედავს ეს ადამიანი. მოდით აპარჩევა ვნახოთ თქვენთვის ამ სიტუაციაში რა იქნება რჩევა. მოერიდეთ კონფლიქტს, მოერიდეთ კონფლიქტურ თემას. თუ გქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, ეს ადამიანი აუცილებლად ბოდიშსაც მოიხდის. ეს ცოდეთ და დადებითად განეწყოთ, პოზიტივი შეინარჩუნეთ. ეს არის, იმიტომ რომ აქ შეიძლება გონიათ, რომ რაღაცა დასრულდა, მაგრამ არ არის ჯერ აქ კიდევ ჩანს რაღაც კარგი მომენტები. აი ესე აჩვენებს ჩემო ძვირფასება, მოკლედ ეს არის წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით პირადში პირად კონსულტაციებზე. დროებით.